ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა მირზაანში. მისი მშობლები იყვნენ ასლან ფიროსმანაშვილი და თეკლე ტოკლიკიშვილი. ყავდა ორივე და მარიამი და ფეფე, ორივე ნიკოზე უფროსები იყვნენ. ფიროსმანის ბიოგრაფიაში ყველაფერი რიგზე ვერ არის და ეს გამოიწვია იმან, რომ წყაროები, რომელიც შემოგჩა ფიროსმანის შესახებ, ძალიან ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება და ეკამათება და ეწინააღმდეგება კიდეც. წარმოიდგინე, რომ ფიროსმანაშვილის დაბადების მოწმობა არ არსებობს. არსებობს სულ მცირე 5 თარიღი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო მიჩნეული ფიროსმანის დაბადების თარიღად, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აქვს, ესე ვთქვათ, დოკუმენტური საფუძველი. ისინი ეყრდნობა მხოლოდ ზეპირ მონათხრობს. არ უჯერებენ, რომ ფიროსმანაშვილი დაბადებულია 1862 წელს. ამბობენ, რომ 66 წელშია დაბადებული, რაც არ შეეფერება სიმართლეს. როდესაც პირადი საქმე შეავსო იქ, თვითონ უკან ნახა, მეორე როცა ილიას დანევიჩი შეხვდა 13 წელს, უთხრა, რომ მე ახლა 50 წელსაც გადაცილებული ვარ და მართლაც უკვე 51 წელში იქნებოდა და ბოლოს როცა დიტო შევარდნაძემ მკითხა, რომ ვინა ხარ, რა ხარ, საიდან, უპასუხა, კახელი ვარ. 8 წლისა დაობლდი და მას შემდეგ თბილისში ვცხოვრობ. აცხადებენ, რომ ფიროსმანის მამა გარდაიცვალა, ესე იგი 1870 წელს. 1870 წელს რო 8 წელი გამოვაკლოთ, მივიღებ 62 წელს. ერთადერთი წყარო, რომელიც ფიროსმანის დაბადების თარიღთან დაკავშირებით, ესე ვთქვათ, უტყუარ ცნობებს გვაწვდის, ეს გახლავთ ფიროსმანის დის ფეფეს დაბადების თარიღი. ნატალია იგონებს, რომ როდესაც დედა გარდაიცვალა, მე ვიყავი 9 წლის, ხოლო ნიკალა ჩემზე 2-3 წლით უმცროსი, ანუ დაახლოებით 8 წლისა იქნებოდა. 3-4 წლით უფროსი ნატალია დაბადებული არის 63 წელს, ხოლო ნიკალა 1866 წელს. რა თქმა უნდა, ეს არ არის თლად ზუსტი თარიღი, მაგრამ ეს არის ყველაზე მიახლოებული თარიღი, რომელიც შეიძლება, ესე ვთქვათ, მივიჩნიოთ. საშუალო მაცხოვრებელი გლეხები იყვნენ. სახლწინა ჰქონდათ მოზრდილი ვენახი. ცხოვრობდნენ წნელით მოწნულ ქოხში. აი ეს სახლი, სადაც ჩვენავს ხედავთ ახლა, ზუსტად 1898 წელს ნიკო ფიროსმანაშვილმა ააშენა. ქიზიყში ძალიან სერიოზული შიმშილობა ჩამოვარდა. ხალხი იძულებული იყო გაეყიდა ყველაფერი და გადასახლებული იყო და მათ შორის მოხვდა ფიროსმანაშვილების ოჯახიც და ისინი გადასახლდნენ შულავერში, ძალიან დიდარი სომეხი აზნაურის ქალანთაროვების მამულში, სადაც მუშაობდნენ. აქ გარდაიცვალა ფიროსმანის მამა ასლან ფიროსმანაშვილი და ქალანთაროვებმა ჩამოიყვანეს თბილისში. იყო მისი მოვალეობა იყო. თბილისში სამუარი აედუღებინა, საჭმელი თეფში გაერეცხა, რა ვიცი, რაღაც აი ესეც რაღაცებში ეხმარებოდა ოჯახს და თავისუფალი დრო რო დარჩებოდა, ნახშირს აიღებდა ხოლმე და კედელზე ხარას ხატავდა და ხარას. ეს ის ადგილია, სადაც თბილისში ქალანთაროვების ბინა იდგა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, სად მდებარეობდა ეს ბინა, მაგრამ ვიცით, რომ მათი ფანჯრიდან მეტეხის ეკლესია მოჩანდა. და სწორედ აი ამ ოჯახში ეწვია ფიროსმანს პირველი სიყვარული. საქმე ის გახდათ, რომ ამ ოჯახში იყო მიბრუნებული ქალი, ელისაბედ ქალანთარო. და ძალიან შეუყვარდა თავისი დიასახლისი, რომელიც მასზე 14 წლით უფროსი იყო. ფიროსმანი ძალიან მორიდებული პიროვნება გახდა და წერილი მისწერა მას, სადაც სიყვარულს უხსნიდა. მაგრამ ელისაბედმა ამ სიყვარულს უარით უპასუხა. ეს ამბავი გაუხმიანდა და ფიროსმანაშვილმა მიატოვა ქალანთაროების ოთახ ბინა.
ძველ თბილისში, სიონის უბანში, ანჩისხატსა და სიონის ტაძრებს შორის ჩახურხაძისა და აკოფიანის ქუჩების კვეთაზე არის ერთი ძველებური სახლი, აივნიანი, სადაც ცხოვრობს ალუღიშვილების ოჯახი. აი ამ სახლში გაატარა რამდენიმე წელიწადი ნიკო ფიროსმანმა, ის ცნობილი ამბავია. ის 4 წელიწადი მუშაობდა რკინიგზაზე, სატვირთო მატარებლის მემუხრუჭე კონდუქტორად, იქიდან წამოვიდა, გარკვეული დანაზოგი წამოიღო, კომპენსაცია. ამ სახლთან, მელიქ აზარიანცის სახლთან დახლი ქონდა პატარა, ფიცარი ედგა და მაწვნით ვაჭრობდა. იქაც მოაგროვა გარკვეული თანხა და უკვე გადაწყვეტა, რომ შესაძლებელი იყო დუქანი გაეხსნა. მოგვიანებით მან ნახა თავისი სიღნაღელი მეზობელი და ესე ვთქვათ, კარგი ნაცნობი დიმიტრი ალუღიშვილი. ალუღიშვილს ეს იდეა მოეწონა და მათ გახსნეს საერთო დუქანი, ერთი ესე ვთქვათ, დიდი შენობა, სადაც ვაჭრობდნენ რძის პროდუქტებით და თაფლით. და სწორედ ამავე პერიოდში დიმიტრი ალუღიშვილმა შეიყედლა ნიკო ფიროსმანის აივანს ერთი კუთხე გადაუღობა, პატარა ოთახი მოუწყო და აი ამ ოთახში დააბინავა ნიკო ფიროსმანი. ალუღიშვილმა ფიროსმანი დაინათესავა კიდევაც, იმიტომ რომ ნიკა იყო დიმიტრი ალუღიშვილის შვილის სონას ნათლია. დიმიტრი ალუღიშვილს ყავდა მასზე გაცილებით ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი მეუღლე ელისაბედი, ანუ საბედო ავალიშვილი ალუღიშვილისა, რომელიც ძალიან კეთილად იყო ნიკო ფიროსმანისადმი განწყობილი, ამას არავინ უარყოფს, პირიქით ყველა ხაზგასმით ამბობს, ფიროსმანის თანამედროვენი როგორი მადლიერი იყო ნიკო ფიროსმანი თავისი დიასახლისის. ელისაბედი იგონებს, რომ სწორედ აი ამ ოთახში, სადაც შეასახლეს სახელდახელოდ გადაღობილ ოთახში, გაჩნდა ერთხელ ხანძარი. ნიკო ფიროსმანი ღამე ხატავდა, შემდეგ ეთყობა ჩათვლილმა ხელიდან ანთებული პაპიროსი გაუვარდა და იქაურობას ცეცხლი მოედო. თვითონ გამოფხიზლდა და დაიწყო მუშამბებისა და მუშამბების გადარჩენა. და ესეთი სანახევროდ გონდაკარგული ძლივს გამოათრიეს იმ ცეცხლმოდებული ოთახიდან ალუღიშვილებმა და ძლივს გადაარჩინეს. და ამ დროს მას ტანზე შემოეწვა უკანასკნელი ერთადერთი ხელი შარვალ ხალათი. და საბედომ შემოსა ის თავიდან ფეხებამდე. შემდეგ იგონებს ესეთ ამბავსაც, რომ ისინი ნიკო ფიროსმანი და საბედო წავიდნენ სასეირნოდ მუშტაიდის ბაღში და ნიკო იყო ნამდვილი ჯენტლმენივით იქცეოდა, სანაკებოდ, ესე იგი უზადო ჩაცმულ დახურული, მან დაიქირავა ეტლი, ამ ეტლში ჩასვა ელისაბედი და გზადაგზა უყვებოდა ძალიან გონება מחვილურ სახალისო ისტორიებს და ცდილობდა ქალი გაერთო. და როდესაც ისინი მივიდნენ ამ მუშტაიდის ბაღში, ვიღაც ოფიცერმა გადაწყვიტა, რომ გაარშიყებოდა ლამაზ მშვენიერი გარეგნობის ელისაბედს, მაგრამ უცებ ისეთ აგრესიას წააწყდა ნიკო ფიროსმანისგან და ისე გაბრაზდა ნიკო, რომ იძულებული გახდა სულ ბოდიშებით ვინავად, პარდონ, სასწრაფოდ გაცლოდა იქაურობას. მოგვიანებით დაახლოებით მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა თბილისში, ასე ვთქვათ, ქალაქური ლეგენდა, რომ ფიროსმანსა და მისი პარტნიორის დიმიტრი ალუღიშვილის მეუღლეს ელისაბედ ავალიშვილს ჰქონდათ საიდუმლო რომანი. და თითქოს აი ამ რომანის შედეგად დაიბადა მათი ერთ-ერთი შვილი, ვაჟი გიორგი. ამას დაბეჯითებით დასტურებდა გიორგის ქალიშვილი ლამარა ალუღიშვილი. მაგრამ იცით როგორია ეს მეცნიერული თვალსაზრისით ამისი არც დადასტურება შეიძლება ამჟამად და არც უარყოფა, რადგანაც არანაირი საბუთები არ არსებობს. ეს ქალი ელისაბედი ნიკო ფიროსმანმა დახატა. ეს ნამდვილად არის ელისაბედის პორტრეტი და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. სიცოცხლის ბოლოს, როდესაც ნიკო ფიროსმანი ძალიან დაავადდა, კუჭი აწუხებდა განსაკუთრებით და იმდენად დასუსტდა, რომ ფეხზე ვერ დგებოდა, ეს ლოგინად ჩავარდნილი, ისევ შეიკედლა ელისაბედმა და უვლიდა, მზრუნველობდა, თანყვებოდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს თვინიერი, კეთილმოსურნე და საყვარელი ელისაბედი უცებ რაღაცაზე ძალიან გაბრაზდა. საყვედური უთხრა. 1-2 სიტყვა ფიროსმანს. ფიროსმანი იმდენად ამაყი და თავმომწონე იყო, მას ხმა არ მოუღია, ქალისთვის არაფერი უკადრებია, მაგრამ ძალიან განაწყენდა ეს უკადრისა, ეს შენიშვნა, ადგა, დაიხურა ქუთ და წავიდა სამუდამოდ ამ სახლიდან. ესე იგი ნიკო ფიროსმანაშვილის გახმიანებული სიყვარული ეს სინამდვილესთან ახლოს დგას. ქუჩის მეორე მხარეს, სადაც დღეს ქიაჩელის ქუჩაა და ელენე ახვლედიანის ქუჩა მდებარეობს, აქ იყო გაშლილი ვერის ბაღები, ეგრეთ წოდებული ბელვიუს ბაღები. სწორედ აი ამ ბელვიუს ბაღებში ჩამოვიდა საგასტროლოდ მარგარიტა დესევრი.
1905 წელს. შესაძლებელია სწორედ აი ამ თეატრში ნახა პიროსმანმა პირველად მარგარიტა დესევრი. მაგრამ როგორც კირილეს დანევიჩი გვიყვება, მათი გაცნობა მუშტაედის ბაღში მოხდა. და ეს რო სიმართლესთან ახლოს დგას, მისმა დახლინდარმა სიმონ პოპიაშვილმა შალვა დადიანს ჩააწერინა, როცა კითხესო, ცოლი ყავდა, ცოლი არ ყავდა, მაგრამ გავიციო, რომ საყვარელი ყავდაო. ეს საყვარელი მოცეკვავე იყო თუ მომღერალი არ ვიციო, მაგრამ იმასთან თითქმის 1 წელი სასტუმროში ცხოვრობდაო. აი ეს გახლავთ მუშტაედის ბაღის ცნობილი ვერანდიანი რესტორანი, უпростоრად ის რაც მისგან დარჩა. პიროსმანი და მარგარიტა ამ ბაღში შეხვდნენ ერთმანეთს, ამ ბაღში გაიცნეს ერთმანეთი. აქ იმართებოდა მარგარიტას გასტროლები, მუსიკალური საღამოები. არ იფიქროთ, რომ პიროსმანს ამ დროს ცხოვრება უჭირდა და ის იყო ღარიბი. პიროსმანი ამ დროს ნახატებში საკმაოდ კარგ თანხას იღებდა. იგი იყო ძალიან არისტოკრატიული, კარგად იცვამდა მას მეტსახელად გრაფსაც ეძახდნენ. და აი ეს ურმის ამბავიც ნამდვილად სწორი ამბავი არის. გაიგე, რომ ურმით მიუტანა ყვავილები და ყურადღება მიიპყრო მარგარიტასი. მართალია ეს არ იყო მილიონი ვარდი როგორც სიმღერიდან ვიცით, მაგრამ მისი მეგობარი უშანგი სვანი, რომელიც იმ დროს მეყვავილეთ მუშაობდა, ადასტურებს, რომ იმ დროს, როდესაც თავის მარგარიტას ყვავილებს უზიდავდა, მთელი ჩემი დუქანი დავაცარიელეთ და მგონი მთელი თბილისის ყვავილებიც კი მივართვით. ფიროსმანაშვილმა ილიას დანევიჩ უთხრა, იყო დრო, რომ მე მქონდაო საცხოვრებელი ბინა ნაკირავებელი მქონდა ოქროსად და კარგი სათმელიც მქონდაო, მაგრამ გავყიდეო, გამიჭირდა და გავყიდეო და არ დაუკონკრეტებია რის გამო გაყიდა და საფიქრალია, რომ აი ამ ყვავილების გამო გაყიდა. ცნობილი ამბავია, რომ 1969 წელს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები პირველად წაიღეს საფრანგეთში, პარიზში და ლუვრში მოუწყეს ერთთვიანი პერსონალური გამოფენა. იქ მივიდა საკმაოდ ასაკოვანი ქალი და როდესაც აკადემიკოსი ბატონი შალვა ამირანაშვილი დაინტერესდა, უთხრა, რომ მე ის მარგარიტა ვარ, რომელიც ფიროსმანმა დახატაო. დიახ, მე ვიყავი თბილისში და რამდენიმე კონცერტი გავმართე ქართველი მაყურებლისთვის. დიახ, მე გავიცანი ნიკალა. ფიროსმანის სიყვარული ეს იყო რაღაცა ჯენტლმანური სიყვარული, ეს უბრალო გატაცება არ იყო. შემდეგ ქალმა სთხოვა ამირანაშვილს მისთვის ნება მიეცად, რომ სურათი გადაიღო აქტრისა მარგარიტას პორტრეტთან და ეს არის ძალიან ცნობილი ფოტოსურათი, რომელიც ბევრგან დაიბეჭდა. აი რაც შეეხება ცოლის ამბავს. არის ასეთი მოსაზრება და მოგონება ასეთი, თითქოს ფეფემ გამოუძებნა ქალი ნიკო ფიროსმანს, გააცნო, გაურიგა და ნიკოც დაყაბულდა, დათანხმდა ცოლის შერთვაზე, საქმე ქორწილამდე მივიდა. მოულოდნელად, როცა საქმეზე იყო მივდგარი, ნიკო ფიროსმანი თვალსა და ხელშუა გაქრა. მიატოვა საპატარძლო, მიატოვა და სიძე, ახალაშენებული სახლი და ცარიელ-ტარიელი. ჯიბე გაფხეკილი აღარაფერი ებადა, აი ასე ფეხით ჩავიდა თბილისში. კომუნისტების დროს ძალიან მიჩქმალული იყო ფიროსმანის პირადი ცხოვრება და მათ შორის ის ფაქტიც, რომ ფიროსმანს ყავდა საყვარელი, მეგობარი ქალი, როგორც დღეს სიტყოდნენ, რუსი მრეცხავი მარუსია. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ერთად ცხოვრობდნენ და ერთშვენიერ დღეს მეგობრებმა, ფიროსმანის მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ სიურპრიზი მოეწყოთ ამათთვის, წამოიყვანეს ორთაჭალის ბაღში და დიდი ქორწილი გადაუხადეს. იმხელა, რომ ფიროსმანს მეორე დღეს სადღაც გამოეღვიძა უცნობ ადგილას და თვითონ ამბობდა, რომ ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ ხაშის გემოც კი დამავიწყდა. ცხადია, ეს იყო მეგობრული ხუმრობა, მათ არც ჯვარი დაუწერიათ, არც ხელი მოუწერიათ, მათ შემდგომში ისევე გააგრძელეს ცხოვრება, როგორც ცხოვრობდნენ და მოგვიანებით ფიროსმანმა მარუსიას პორტრეტიც დახატა. ეს არის ცნობილი ქალის სათილებით. ვეფხო აკობაშვილი ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს. 1965 წელს ის მისულა
გიორგი ლეონიძესთან კაბინეტში. მას ეჯდა ავჭალელი მოხუცი კაცი. ეს ავჭალელი კაცი იცნობდა ნიკო ფიროსმანს. ამ ავჭალელ კაცს მოხუც დუქანი ქონია ავჭალაში. ერთ წელიწადს აღარ მახსოვს რომელი წელი დაასახელა წერს ვეფხო აკობაშვილი. ავჭალაში მისულა ფიროსმანი, მისი დუქნის წინ მეორე სართულზე დაუქვირავები ერთი პატარა ოთახი და დაუწყია ცხოვრება. ქალაქს ვეღარ გაუძელი, წამოვედი, იქნებ აქ მაინც ცოტა დავისვენო, უთქვამს ფიროსმანს. თუმცა ყოველდღე ამ დუქანში სადილობდა და ვახშოვდა. გასულად დრო ფიროსმანს სახში მოუყვანია ავჭალელი ქალი და მასთან ერთად დაუწყია ცხოვრება. ამის შემდეგ მოხუც უთქვავს, ფიროსმანი დუქანში აღარ სადილობდა, წაიღებდა კერძებს სახში, თითო ჩარეკაღვინოს გააყოლებდა, ოჯახურ ცხოვრებას ეწეოდა. ხშირად სახშიც აკეთებდნენ სადილს. მაგრამ ფიროსმანი დიდხანს აღარ გაჩერებულა ავჭალაში, ისევ თბილისში დაბრუნებულა და ქალის თან წაუყვანია. ქალი ცოტა ხანს დარჩენილა თბილისში. მალე მიუტოვებია და ისევ ავჭალაში დაბრუნებულა. ამის შემდეგ ფიროსმანი ავჭალაში აღარ გვინახავს, იგონებდა ეს მოხუცი კაცი. მინდა გითხრათ, რომ ის სურათ ხატი, რომელიც არის გავრცელებული ფიროსმანის, რომ აი დაგლეჯილი ტანისამოსით მოსიარულე ლოთი მხატვარი, ეს მთლიანად არ შეესაბამება ფიროსმანის ბიოგრაფიას და მის პორტრეტს. ეს არის ფიროსმანის ცხოვრების ბოლო 4 წელიწადი და არა მისი მთელი ცხოვრება. ფიროსმანის გაჭირვება რეალურად დაიწყო 1914 წელს, რადგანაც დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. მეფის რუსეთმა ალკოჰოლური სასმელები აკრძალა, დუქნები დაიხურა, ფიროსმან ფაქტურად დამკვეთი აღარავინ აყავდა, ძალიან გაუჭირდა. და სწორედ მაშინ დარჩა ფიროსმანი უმუშევარი, იმიტომ რომ მისი ძირითადი შემკვეთები სწორედ მედუქნეები იყვნენ. ის აკეთებდა ნებისმიერ სამუშაოს, იგი იყო მღებავი, ის რაღაცა კედელზე ხატავდა, ესე ვთქვათ, ქუჩების მისამართებს და ასე შემდეგ. მას ძალიან რეალურად ძალიან გაუჭირდა. უნდა გავიხსენოთ, რომ 1916 წელს ერთი ავტორი წერდა კიდევაც, რომ ფიროსმანი კახეთში წავიდა, გალოთდა და იქ გარდაიცვალა. ამ დროს 1918 წელს გარდაიცვალა ფიროსმანი. მისი ცხოვრების ბოლო წლები იყო განსაკუთრებით მძიმე. სიცოცხლის დაახლოებით 1 წელიწად ნახევარი ფიროსმანმა პერიფერიებში გაატარა. ცნობილია, რომ იგი იყო იმერეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, კახეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, გორში არის აღმოჩენილი ძალიან დიდი კოლექცია და მხოლოდ სიკვდილის წინ ეს იყო 1919 წელი და არა 18 წელი, როგორც არის, ესე ვთქვათ, მიჩნეული. ფიროსმანი ჩამოვიდა თბილისში. ფიროსმანი ძალიან ცუდად იკვებებოდა და მისი ჯანმრთელობა იყო შერყეული. მას საოცარი ხველა ჰქონდა, ესე იგი, სასტიკი ხველა აწუხებდა სიცოცხლის ბოლოს, როგორც ჩანს, ფილტვებთან დაკავშირებული რაღაცა პრობლემა ჰქონდა და სიცოცხლის ბოლოს თავშესაფარი იპოვა ერთ სარდაფში, რომელშიც შუქი მხოლოდ ღია კარიდან შედის, მიწაზე იწვა და აი ტანზე ფლასებს იხურავდა, იმიტომ რომ მას მეტი შესაძლებლობა არ ჰქონდა. ვინმე არჩილ მაისურაძე, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა და იქვე ჰქონდა რაღაც თავის პატარა სახელოსნო, ფეხსაცმლის შემკეთებელი იყო. ამ კაცმა თქვა, რომ 18 წელს მე როცა ამ სახლის მოურავი ვიყავი, ჩაველი სარდაფში ქონა სისხმა შემომესმა. ვიკითხე, ვინ არის ხარო? მითხრა, მე ნიკალა ვარო. მართლაც 3 დღეა ავად გავხდიო და ჩემ პატრონი არავინ არიო და ისა მე დავინახე, რომ სიცხიანი იყო. დავიქერავე ეტლიო, მე არ მეცალავ გალობლიშვილს. თხოვეო და გალობლიშვილმა წაიყვანა საავადმყოფოში. ესეც იწვევს, ესე ვთქვათ, კამაც, იმიტომ რომ ზოგი ამბობს არამიანცის საავადმყოფოში, ზოგი ამბობს მიხეილის საავადმყოფოში. თუ წარმოვიდგენთ ამას და ლოგიკურად ვიმსჯელებთ იმას, რომ მიხაილოვის საავადმყოფო ძალიან ახლოა
და თანაც ეს იყო სახელმწიფო ავადმყოფო, სადაც უპატრონო ავადმყოფებს ღებულობდნენ. ამდენად უნდა მისულიყო, ესე იგი მიხაილოვის ავადმყოფოში. მაგრამ სავარაუდოდ ეს იყო არამიანცის ავადმყოფო, იმიტომ რომ არამიანცის ავადმყოფოში იყო უპოვართათვის განკუთვნილი, ესე ვთქვათ, ადგილები და ნიკო როგორც უპატრონო და უპოვარი, ალბათ სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი წაყვანა იქ. და სულ რაღაც დღენახევარში, წაყვანიდან დღენახევარში ნიკოლა ფიროსმანი გარდაიცვალა. თუ მიხაილოვის ავადმყოფოში მიიყვანეს და მართლა დღენახევარში გარდაიცვალა, აუცილებლად კუკიაზე უნდა იყოს დასაფლავებული. რა თქმა უნდა, უპატრონო მკვდრის სახელით, მაგრამ ერთი ამბავია, რომ მიხაილოვის ავადმყოფოს ქონდა ასეთი პრაქტიკაც, რომ უპატრონო მკვდრებს თავის ავადმყოფოს ეზოშივე ასაფლავებდნენ და ამდენად გაურკვეველია, ესე იგი, სად არის ფიროსმანაშვილის დასაფლავებული. შემდეგ ხდება ძალიან საინტერესო ფაქტი. შემდეგ ესე ვთქვათ, თხრობას აგრძელებს დავით ჩაჩანიძე. დავით ჩაჩანიძე იყო ნიკო ფიროსმანის მეგობრის მექუდე შაშოს შვილი და ეს ბავშვობიდან ის და მისი ძმა ძალიან კარგად იცნობდნენ ფიროსმანს. მათ ისინი თვითონ შეესწრნენ ფიროსმანისა და ვაჟა-ფშაველას ესე ვთქვათ გაცნობას. ძალიან ესე ვთქვათ საინტერესო ფაქტია ფიროსმანის ცხოვრებაში. ჩემი დაინტერესება საერთოდ ფიროსმანით გამოიწვია სრულიად შემთხვევითმა შეხვედრამ დავით ჩაჩანიძესთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ შეესწრო ნიკოლას დასაფლავებას და ადგილიც იცის და მიანიშნა კიდევაც პეტრე-პავლეს სასაფლაოს კედლის მარჯვენა კედლის გარეთ. დათიკო ყვება ძალიან საინტერესო რამეს. ის ამბობს, რომ მეეზოვე ხუხიას გარდაეცვალა მეუღლე და ისინი გრძალავდნენ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. ამ დროს გამოჩნდა 4-თვლიანი ფორანი, რომელსაც მიცვალებულები გადმოყავდა არამიანცის ავადმყოფოდან სასაფლაომდე და ამ ფორანს მართავდა ვინმე პაჭუა მიშა. ეს პაჭუა მიშა ადრე მუშაობდა საღებავების მაღაზიაში ნოქრად. სწორედ იქ დადიოდა ფიროსმანის საღებავების საყიდლად და პაჭუა მიშა ძალიან კარგად იცნობდა თავის კლიენტს. ძალიან უცნაური დამთხვევაა, რომ სწორედ პაჭუა მიშას შეხვდა ფიროსმანის გადმოსვენება არამიანცის ავადმყოფოდან პეტრე-პავლეს სასაფლაომდე. და პაჭუა მიშა მივიდა ჩაჩანიძეებთან და უთხრა, რომ იცი, ჩვენი ნიკოლა გარდაცვლილაო. ამან უთხრა, რომ მაჩვენეო. და მაშინო ჩვენო რო ვიცანითო ძალიან შეგვეცოდა და გავიქეცით და მღვდელს დაუძახეთო და მღვდელი იყო ალექსი სამადალაშვილიო, იმ პეტრე-პავლეს ეკლესიის მღვდელი. თხოვეთ რომ წესი აუგეო და როცა ამას ატარებდა აი ამ რიტუალს, რამდენჯერმე იკითხა სახელი. და ავიწყდებოდა ეთყობდა, ჩვენ უთხარდო ნიკოლოზ მამაო, ქართველი კაცია, ქრისტიანი და როდესაც მუშაობდი არქივში წავაწყდი პეტრე-პავლეს სასაფლაოს წიგნში ჩანაწერს 19 წლის 14 აპრილის ჩანაწერია უცნობი ნიკოლოზ, რომელსაც ხელს აწევს მღვდელი ალექსი სამადალაშვილი. დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენ ავედით პეტრე-პავლეს სასაფლაოს გალავანთან, ავიყვანეთ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს თანამშრომლები, ავიტანეთ გეორადარის დანადგარი და მოვახდინეთ იმ მიწის სკანირება. ჩვენ აღმოვაჩინეთ 5 უცნობი მიცვალებული. ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მერია მოგცემს გათხრისუფლებას და შეიძლება წელსვე ჩვენ ვიყოთ ძალიან დიდი მოვლენის მომსწრე და აღმოვაჩინოთ ნიკო ფიროსმანის დაკარგული საფლავი.